პოლნისის რაიონში საღდრისის ტერიტორიაზე მეცნიერებმა ოქროს საბადოებს მიაკვლიეს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია საამქროები, სადაც 5000 წლის წინ ოქროს მოიპოვებდნენ. ძველი წელთაღრიცხვის მე-3 ათასწლეულის ასეთ მასშტაბური ოქროს მოპოვებისა და დამუშავების კულტურა ისტორიაში ჯერ არ აღმოჩენილა. როგორ ხდებოდა ძვირფასი მეტალის მოპოვება და ვინ იყვნენ ადამიანები, რომლებიც საღდრისში მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ? ერისო ჯულაყიძე ამბობთ. 5000 წლის წინ საქართველოში ოქროს საბადოები არსებობდა და ოქროს ადგილობრივად აწარმოებდნენ. პოლნისის რაიონში საღდრისის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია საამქროები, რომლებშიც ძვირფას მეტალს მოიპოვებდნენ. ძველი წელთაღრიცხვის მე-3 ათასწლეულში ამ ადგილას ათასობით ადამიანი ოქროს მიწის ქვეშ მოიპოვებდა. ოქროს მოპოვებას საღდრისში ზუსტად ამ ადგილიდან იწყებდნენ. თხრიდნენ მიწას და პოულობდნენ იმ ქანებს, რომლებიც ოქროს შეიცავდა. აღმოჩენილი ქანების ძარღვს ოქროს მომპოვებლები მიწის სიღრმეში ამ გვირაბით მიყვებოდნენ. 25 მეტრის სიღრმის ეს ვიწრო გვირაბი ზუსტად აქ მთავრდება. ეს კედლები ჯერ კიდევ შეიცავენ იმ ქანებს, რომლებიდანაც 5000 წლის წინ ოქროს მოიპოვებდნენ. 35 მეტრის სიგრძის გვირაბში დღემდეა შემორჩენილი იარაღი, რომლითაც ოქროს დამუშავებაზე მუშაობდნენ. ძვირფასი მეტალის შემცველ მიწის ქანებს ადგილობრივები ქვისა და ძვლის იარაღების საშუალებით თხრიდნენ და ოქროს მიწისგან გამოყოფდნენ. აი ამ ადგილზე არის სწორედ ის ესე იგი სამუშაოების კვალი დატოვებული, რომელიც მე-4 ათასწლეულის ბოლოს არის აქ ჩატარებული და სწორედ აი ამ ადგილზე არის კიდევ შემორჩენილი ოქროს მადნის ესე იგი ძარღვი, რომელიც ჯერჯერობით გამოტანილი არ აქვს. არ ქონიათ გამოტანილი და ამდენად ეს უკვე ისეთი დამადასტურებელი არის, რომ ეს იატაკად აქვს გაკეთებული. დარბაზები გრანდიოზული მასშტაბებისაა, კედლები კი დიდი ჩამონატეხი ქვების ორმაგი კედლებით ნაშენი. ასეთი ნაგებობები მტკვარ არაქსის კულტურისთვის ამ დრომდე უცნობია. ეს არის მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი თუ ყველაზე უძველესი არა ოქროს მოპოვების ადგილი და ეს არ არის მხოლოდ ვარაუდი, ეს არის სხვადასხვა საერთაშორისო ლაბორატორიების მიერ დადგენილი თარიღი. ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტი გრძელდება სხვადასხვა მიმართულებით. აღმოჩენილია ძალიან ბევრი ისეთი დეტალი, რაც დღემდე უცნობი იყო. აღმოჩენილია ნამოსახლარიც, სადაც ცხოვრობდნენ ის ადამიანები, რომლებიც ამ საბადოს ამუშავებდნენ. ოქროს მომპოვებლები იქვე საღდრისის ტერიტორიაზე 62 ჰექტარზე გადაჭიმულ სამოსახლოში ცხოვრობდნენ. საამქროში მოპოვებული ოქრო მათ სახლებში შემდგომი გადამუშავებისთვის მიქონდათ. ისინი სამეურნეო საქმიანობასაც ეწეოდნენ და გარდაცვალების შემდეგაც აქვე იკრძალებოდნენ. ის ფაქტი, რომ ეს დასახლება თვითონ დაკავშირებული არის უძველეს ოქროს მოპოვებასთან საქართველოში, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, აყენებს ამ სამარხებში მოპოვებული მასალის რაღაცა განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ეს გვიჩვენებს, რომ მოსახლეობა, რომელიც აქ ცხოვრობდა, აწარმოებდა ამ მადანს, ამუშავებდა ამ მადანს, არა მარტო ოქროს მადანს, არა მარტო ერთი საბადოდან, არამედ აქ მდებარე ყველა რამოდენიმე საბადოდან და დასახლება, რომელიც აქ იყო, წარმოადგენდა სწორედ აი ამ უძველესი სამთოელების, მაღაროელების დასახლებას. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ადამიანების ფენა, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, მხოლოდ ოქროს მოპოვებით იყო დაკავებული. სად ხდებოდა ძვირფასი მეტალის რეალიზაცია, ან ვინ უკვეთავდა მათ ოქროს მოპოვებას, ჯერჯერობით უცნობია. როგორც მეცნიერები ამბობენ, გამოკვლევების შედეგად კვალი სავარაუდოდ სახელმწიფო სათავეებში მდგომ ადამიანებთან მივა, რომლებიც 5000 წლის წინ წარმატებულ და მდიდარ ქვეყანას მართავდნენ.